გამარჯობა. მაიტო როგორ ხარ? არა ვიშა. როგორ ხარ ჩემო კარგი? გიტარი? აბა. აჰ, კარგი. შემოგვიდა, ხო შეიძლება ვდახო? კი, კაცო, როგორ არის? გაგეძებოთ. აბა ოთახი ქონია. არა, როგორ დიდი ჩანს? რა ხელა, კი, ბევრად დიდი. მეგონა რომ უკეთეს პირობაში. მართლა საკანია თურმე, ა? ფიროსმანთან დაკავშირებით, გვინდოდა რომ დავკავშირებოდით კულტურის სამინისტროს რამენაირად, რომ ამ ის ინფორმაცია გადაგვემოწმებინა, თუმცა ვერ დაუკავშირდით და არ ვიცი, ხა რამდენად შეიძლება რომ ეს იმ ადამიანებისგან მოდიოდეს, ხა ვინც ხელს აწერენ ამას, იმათმა ფიროსმანის ფასიციან და ყველაფერი იციან და საერთოდ და მაგიტო არ მგონია რომ დავუშვათ ეს მართალი იყოს და არა, თან სამი თვით არის მე რამდენადაც ვიცი, ხო? არ ვიცი, ხო და ეს ყველაფერი რომ გაირკვეს, შეიძლება რა, ამდენი ლაპარაკების და ამდენი იმის რომ გაირკვეს ეს ყველაფერი და გამოვიდეს ვიღაც და თქვას რომ ესია, სამი თვით არის, ეს იგნორია, აი მაგიჟებს ყველაფერი ეს. დავიგე რადიოში ყოფილ ხარ, თუ უბრალოდ გისმენთ, მაგრამ ბოლოს მოგისტარით. ხო, ეცაც იყავით და მანანა რატო ვერ მოვიდა, უბრალოდ აი არ ვიცი და მამაც შეუძლოდ გაუხდა მე როგორც ჩემო პროდიუსერმა მითხრა, მიყვარს ძალიან ეგ ადამიანი და თან თვითონ თქვა რომ ჩემსავე გია არავის არ უყვარს რომ ვიბრალებთ. არა მართლა ძალიან სერიოზული ამაგი აქვს როგორც ჩემზე და არა მარტო ჩემზე და საერთოდ ეხა ისეთ კონკურსებში ვიყავით ერთად ხო გახსოვთ ხო დავიწყოთ ყველაფერი ჩემთვის მინეული არა არის პრობლემა როგორ რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა იგივე აი ამ შენ საკანში ჩემთვის ეს იყო ძალიან მიუღებელი არ შემიძლია არ გითხრა მე რასთან დაკავშირებით არა მაგრამ მე რასთან არა სიებთან რატომ ეშენ არის თავიდან იცი რა აი ამ ხელისუფლების მიმართაც არავის არ გქონდა რატო საწინააღმდეგო იქ არ ვიყავით ყველა ხელისუფლების კი არა რეჟიმის შეცვლის და ახლის დაწყების არა მიშას უჭერდით ყველანი ხარს არა არა ეს შემთხვევაში არ იყო მიშას მხარდაჭერა აბა რა იყო ეს იყო ახლის ძიება და ახლის დაწყება ხო მოლოდინი იწყებოდა ახლა 99-ში იყო რომ ჩემ ოჯახშიც განხეთქილება იყო იმიტომ რომ ჩემიც მოუჭერდა მხარს და მე არ უჭერდი აი არ ვიცი ეგრეც იყო კი ეგ იყო და მაგას დავთვალე ლევონის შემოვა თვითონაც დაამტკიცა მოდი ახლა რა მიზა გითხრა ნუ ეს ახალი ხელისუფლებაში მოდიოდა და ყველამაში მიდიოდა მაგრამ ის ახალში იგულისხმებოდა როგორც მიშა ისე იგულისხმებოდა ზურაც ისე იგულისხმებოდა სხვები პირველი ჩემი პირადად პირველი შოკი და ის გაოცება არის შემდეგაც მე თანდათან ეს უნარი დავკარგე ამას გიხსნი იყო რა იცი აი გახლეჩვა რაღაცნაირად ინტელიგენციის უგნებას თუ რაღაც გვეძახიან სახელოვნებო წრეების ზვანია ბოლო წერტილი იყო და აი მაგის ვერ მასწავლე აღარ მეკვირს უკვე ეს ბოლო მაგრამ მანამდე იყო რა რომ ჩემები სხვები ერთი სიტყვაზე გათან კრიტიკული თუ ვთქვით რაღაც არ მოგვეწონა იცი აი კონსტიტუცია რო შეცვალა დაუშვათ ხო რაღაც სათავისოდ ეს მე ნაკლებად განვიცადი იმიტომ მე ახლა ნაკლებად ვერ ყვევი ამაში ხო კანონი ამ დროს ყველაზე მაგარი თურმე კი გეტახები მაგრამ ეს ჩემთვის შოკი არ იყო ჩემთვის შოკი იყო როდესაც მე ალალად მართლა რაღაცა სიახლე მინდოდა თუმცა იმ ძილში არ ვეძებდი მე რაღაცა სულციცი და არ მელანდებოდა რაღაცები მაგრამ ნუ რახან ესე მოხდა მე რომ დაიწყო ეს გაყოფა ეს სიები მე შემეცად გეტყვი მოდი უკან დაგაბრუნებ მინდა მე კიდევ აი ზვიად გამსახურდია დრო შენ თვითი რატო დასხდნენ ჟურნალისტები კიბეზე და რა იყო საერთოდ ჩვენი მაშინდელი პროტესტის მიზეზი სიები აი ამ შიშის გაბრუნებას მე ვერაფრით ვერ შევეგუებოდი მე ყველაფერს მივიღებდი გარდა ამისა ასონაბაშიძეზე რატომ ვიყავ ადარეული იცი რომ აი ტერორის მეშინოდა აი ამ შიშის მეშინოდა იმის რომ მე ხარათაც მინდა ვერ გეტყოდი ხო
და ვერც მე ასე წყვედი და ვერც დედაჩემს ვერც მაშინ ხო იყო რა თვითონ შენ მიდიოდი შეიარაღებული არა შეიარაღებული არა კარანტინული ატრიად როგორ არის დამჯერ რუსულენოვან დიასპორა შეხვდა ჟურნალისტებს და უცხარო კარატის საწყალო აღარ დამჭირდა აღარ დააფინა знаете что вас главляет ეუბნება ის იყო რომ სომხური დიასპორა იყო სომხეთიდან და რუსულენოვანი რაღაც ჟურნალისტებს Певица Ирма Соха, маленькая, თან ესე აჩვენა. Помните, маленькая девочка Ирма Соха? Ну, ты просто помните. Могу წამღერა კიდევ. Маленькая девочка. რა დამემართა, იცი, მაშინ ჯერ კიდევ გავაცების უნარი მქონდა, იცი მოგარგო. აი ეს იყო ხდები და არ გინდათ, გია. არა, ასაკურველია. ჯიგრების სიები და რაღაცა ცუდების იგივე გამოდის კი. არა, რა სიძახი, აქ რა იყო, აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერს. უბრალოდ რა არის, ეხა ეს სიები აქ რო არ გაკეთდება, ცხადია და ამაზე და არც მინდოდა ეს. ყველა მიცი. არა, ეს მაინც ილუსტრირება, ილუსტრაციის კანონი ხო უნდა იყოს ერთხელაც ამ. რა ხელოვანი ადამიანები. არა, ხელოვნები საერთოდ არ ვიძახი. პოლიტიკოსებმა გააკეთეს ჯერ. ხო, რა თქმა უნდა, მაგას. მაშინ მაგაზეც ვილაპარაკოთ. კი, ხო, მაგას ვიძახი, მე ვიძახი, რომ ის ადამიანი ხელოვნება თავი დავანებოთ და ხელოვან ადამიანს ჩვენ თვითონ გავარკვევთ ხელოვნები ერთმანეთში რა უსიებოთ ყველაფერს უსიებოთ მაგრამ საზოგადოებისთვის ხო ცნობილი ხო უნდა გახდეს ადამიანი ვინც 20 წლის განმავლობაში გააყალბა ცხოვრება მთელი ჩვენი აი ეს ადამიანები შენ ვფიქრობ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ეგ ადამიანები არ არის აი შენ ვერ მეტყვი ხა მე მაგალითად შენ არ გითხრათ თორე ხა ვინ არ არის არა არ იცი შენ შიდა დინებები არ იცი ირმა არა ეხლა აი ხა შენ შეიძლება ზედა პოლიციებში ამას შიგნით ვინ არის ვინ აკეთებს ვინ ახალ შენ იცი და შენ ხელგეწიწება ეგ რომ დაწერო და ბეჭედი დაასვა და ესენია ხო და არა არ ვიცი მაგიტომ შეიძლება ვიღაცა მიცის ვისაც იურიდიული საბუთი აქვს ამის რა ეს არის არავის არ აქვს ეგ საბუთი როგორ არა იგივე ოპოზიციის მიმართ კიდევ აი იცი რა არის საოცარი და რა იწევს ჩემ გულის წმეტას ძალიან არაფერი საბუთი არ დღევანდელი ოპოზიცია 80% არის სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლო ძალიან მაღალი ეშელონების ხელმძღვანელი პირები ხო არა უბრალოდ ყველა ოპოზიციონერს მაგას 80%-ის ხომ ყველა ვის მოდის ხელისუფლებაში იძახის რომ პირველი რასაც გავაკეთებ ლუსტრირებას ლუსტრაციის კანონს მივიღებ რაც გააკეთეს პრიბალტიკაში ეს იყო პირველი მოვიდნენ და გააკეთეს ეს კანონი და ესენიც მე ხომ მახსოვს რა ყველასთან მეგობრობდი მანამდე რა ვინც დღეს ხელისუფლებაში არის თითქმის და მახსოვს ესეთი სიტუაცია რომ პირველი რომ მოვალთ ლუსტრაცია რაზეა ლაპარაკი და მიდიან თუ არა ავიწყდებათ ეს თუ რა ხდება ვერ დავიგე არავის არ უნდა იცი მე არ ვიცი ხა დავუშვათ შეიცვალა ეს ხელისუფლებას იგივე მოხდება დამიჯერე იმიტომ რომ გარკვეული ძალები უეჭველად თუ რაიმე შეიძლება მოვლენ, თუმცა არ აწყობთ ლუსტრირება, ისევე როგორც არ აწყობდა წინა ხელისუფლებას და იმის წინა ლუსტრაცია ის კი არ არის, კი არ კლავს ვიღაცა. ელემენტარულად არის სახელმწიფო თანამდებობა. ეს არაფერი. ხარ დაიზიანებს ეს ადამიანი. დავიდი სხვაგან კაცო არასახელმწიფო სამსახურში. აი ვიძახით რომ პოლიტიკა ბინძურია, მაგიტო ეს ბინძური დღეს. თუნდაც რაც იგეგმება 9 აპრილს, ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? რა თქმა უნდა, ამაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა და 95% ხელისუფლება, 95% და გარკვეულწილად საზოგადოებამაც. აი, რამდენი წილი საზოგადოებამ უნდა აიღოს, ისევე უნდა აიღოს ოპოზიციამ. მე სიტყვაზე ვთქვათ, იქ არ გავდივარ, იმიტომ რომ ვიღაც ოპოზიციონერი მთხოვს რა. ოპოზიცია ის ხო არის წხემსი და ეს სხვა არის ხო არ არის რომ მართლა მაგრამ რაღაცას ძალიან კარგად მართა საზოგადოებამ თავისთავად ნოემბრებზე ხო მართა იანვარშიც მართა და უკეთესად მართა სად მიყავთ კაცო სხვარია თუ ადამიანების ასად არ მიყავს რაღაცა კრებულია გას ეს ხალხი და ითხოვს კონკრეტულ მოთხოვს არ კეთდება მე ასე ვიდგეთ რა თქმა უნდა აბა რა უნდა ვქნათ 3 კი 100 წელი უნდა ვიდგეთ სანამ არ გაკეთდება როგორ გეკადრება აბა როგორ რაღაცა არ მე ერი რას ნიშნავს აბა არ შემოდის ვერ ვახერხებ ვერ უგებ და სახში ვიძინებ მე აი ელემენტარ ყოფით დონეზე ვიმსჯელოთ რა როცა გაქვს საშინელი პრობლემა გაუსაძლისია შენი სიტუაცია ხო არ იძახი რომ აი რა იქნება ხო აი ეს რო ვქნა ის არა მოქმედებ ადამიანი ხო იმიტომ რომ ცოცხალი ხარ და იმიტომ რომ გაქვს უნარი ბრძოლის პროცესი შემთხვევაში თუ იცი არა ყველა შემთხვევაში მოქმედებ ირმა როცა არის გაუსაძლისი მე თუ არა მაქვს სრული გარა აი რა მექნება და იქ გავი უკეთესი ამას ველოდო და ეს ვიანგა ამის როგორ გითხრა განჭრეტა არავის